საინტერესოა დავინახოთ ჯეიმს კარაფანო როგორც ზუსტად არაფორმალური მხარე, ძალიან დაახლოებული ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომლის ძირითადი სამუშაო არეალი საქართველოს ნამდვილად არ არის. ის უფრო დიდ პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობს, გეოპოლიტიკურ საკითხებზე მსოფლიოში და მისი ბოლო ორი გამოხმაურება საქართველოზე ეხება იმ საკითხებს, როცა არაოფიციალურად ვაშინგტონს მოუწია რაღაც ტიპის ინფორმაციის გავრცელება და პასუხი. ეს იყო 7 ივნის რუბიოს ზართან დაკავშირებით და კობახიძე ამხილად ყულში, კარაფანომ კობახიძე ამხილად ყულში, ეს იყო ეს განცხადება და მეორე განცხადება იყო ამ გაურკვეველი საქართველოში არსებული გაურკვეველი ინტერპრეტაციების შემდეგ რა პოზიცია აქვს დაახლოებით ამერიკის შეერთებულ შტატებს. ზოგმა ინგლისურის თარგმანს თარგმანს დააბრალა, ზოგმა საკუთარი პარტიული ინტერესები შეაცურა რიტორიკაში და ცოტა განსხვავებულად წარმოაჩინა სოციალურ ქსელში, სატელევიზიო არხებზე და შემდეგ. რადგან გაჩნდა ეს აუცილებლობა უკვე არადიპლომატიური წყაროდან, რომელიც არის რეალურად დაახლოებული ტრამპის ადმინისტრაციასთან, დამარცვლეს, დაღეჭეს და ეს მაგიდაზე და თქვეს. დიაგნოზია ეს ერთგვარი, რომელიც მიუთითებს საკმაოდ ძიმე მდგომარეობაზე ქვეყანაში, ივანიშვილის დანაშაულებებზე, მაგრამ ოპოზიციის სტრატეგიულ შეცდომებზე. ასევე უნდა გვახსოვდეს ის, რომ ამ ორი გამოხმაურება სანამ იქნებოდა ჯეიმს კარაფანოს მხრიდან, მანამდე უახლოესი გამოხმაურება იყო 6 წლის წინ. უახლოესი დაინტერესება ჯეიმს კარაფანოს მხრიდან. ეს პერიოდი საკმაოდ მრავლის მთქმელია, იმიტომ რომ დაჭირდათ დიპლომატიური ენის მიღმა, არსებობდეს წყარო, რომელიც მიუთითებს და პირდაპირ გეუბნება საქართველოს მოსახლეობას, ოპოზიციურ პროდასალურ პარტიებს, რომ ერთი ვაფასებთ კი ივანიშვილს როგორც რეპრესიულ რეჟიმს, თავისი პარტიების აკრძალვის მექანიზმებით, რეპრესიების, დისიდენტების არსებობით და ასე შემდეგ, მაგრამ ამის მიღმა უნდა გესმოთ, რომ პასუხისმგებლობა თქვენზეა პოლიტიკურ პარტიებზე. მათ შორის საგარეო პოლიტიკური თამაშებით, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ნაწილი იყო, აქ ჩვენ ყველაფერი ვერ ვაჩვენეთ, თუმცა სხვა გადაცემებში კიდევ უფრო დეტალურად გავშლით, მათ შორის უკავშირდება ჩინეთის გავლენებს, უკავშირდება რუსეთის გავლენებს. მოდით ის ნაწილი, რომელიც ოპოზიციასთან მიმართებაში ანგარიშგასაწევად გამოიყურება, ნახოთ, მოვისმინოთ ერთად და მე უფრო გაადვილდება თქვენი მხრიდან ამ თემაზე გამოხმაურება მივცეთ ეს ნაწილი. მხრიდან გარკვეული არარეალისტური მოლოდინებიც არის. რა მოლოდინები გაქვთ, რაც გააკეთებს შეერთებული შტატები? ჩვენ არ მოვალთ და თქვენს ქვეყანას არ გამოვასწორებთ. უბრალოდ ამას არ გავაკეთებთ. ეს ჩვენი საქმე არ არის. ასე რომ არარეალისტურია შეერთებულ შტატებს თხოვო ისეთი რამის გაკეთება, რასაც თავად ვერ აკეთებ ან არ აკეთებ. თუ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ, არ მონაწილეობ და შემდეგ ამბობ, კარგი, თქვენ უბრალოდ უნდა მოხვიდეთ და უთხრათ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ამ საკითხზე ზეწოლა მოახდინოთ. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ არც დისიდენტებს დავაფინანსებთ იმისთვის, რომ უამრავი კონფერენცია გამართონ, აქეთ-იქით ირბინონ და რეალურად ვერაფერს მიაღწიონ. ამიტომ ვფიქრობ, არც ერთი მხარე არ იქნება კმაყოფილი. იმით, თუ როგორ გადაწყვეტ შეერთებული შტატების საქართველოს შიდა საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე ჩართულობას. მაგრამ ამერიკა ამ საკითხებში ისეთი ფორმით ჩაერთვება, რომელიც ერთდროულად პრაგმატულიც იქნება და კონსტრუქციულიც. შესაძლოა ეს იდეალური არ იყოს, არავინ არის იდეალური. ჩვენც არ ვართ. მაგრამ ჩვენ სხვისი პრობლემების გადაჭრას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას არ ვეთქვით, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სოფლიომ თქვენი ყველა შიდა პრობლემა უგულებელყოს. და არც ოპოზიციას ვეთქვით, რომ ჩვენ მოვაგვარებთ თქვენ ყველა პრეტენზიას და პრობლემურ საკითხს. არ ვაპირებთ რომელიმე მხარე გავაბედნიეროთ. პანორეგი საკმაოდ ისეთი მწარე და პირდაპირი გამონათქვამები არის, მათ შორის ოპოზიციასთან მიმართებაში და ოპოზიციის მოლოდინებთან მიმართებაში. ყველაზე ცუდი რა დასკვნა შეიძლება ძიმე უბრალოდ აქედან გამოვიტანოთ, რომ თუ ესე გაგრძელდა დიდი ხნის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა ამ ადმინისტრაციის პირობებში, როგორც მინიმუმ, შეიძლება დაკარგოს უბრალოდ ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, რაიმე აქტიური პოლიტიკა აწარმოოს, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის უამრავი პრობლემებით დახუნძლულ გარემოში და ცოტა მოგვიანებით დაიწყო იმალის ანექსის პერსპექტივაზე და არაღიარების პოლიტიკასა და სხვა ტიპის პრობლემებზე ვილაპარაკებ, ეკონომიკას რო თავი დავანებოთ, შეიძლება არ მინდა სიტყვა ვფიქრო, მაგრამ დამღუპველი აღმოჩნდეს. მაგრამ ოპოზიციამ რა დასკვნები უნდა გამოიტანოს, თუნდაც კომენტარის ამ ნაწილით. ეს არის საკმაოდ არც ისე მარტივი მოსასმენი ალბათ იმ ადამიანებისთვის, ვინც აქამდე არ ფიქრობდნენ რაციონალურად და რეალური პოლიტიკის გაგებით. პოლიტიკოსის საქმე არ არის გულზე რაღაც მუშტ
პოსტების რტყმა და საუბარი მხოლოდ ემოციური ფონით. პოლიტიკოსის საქმე პროფესიონალი, პატრიოტი პოლიტიკოსის საქმეა სწორად განსაზღვროს, საზოგადოებას მიაწოდოს სრული სიმართლე და ბოლოს თქვენთან ვიყავით ახლობით 1 თვის წინ, ან შეიძლება უფრო მეტი, ზუსტად მაშინ დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობის ვიზიტი და მაშინ დავასახელეთ 5 მოთხოვნა. 5 მოთხოვნა, რაც არსებობდა, მე ვიღაცები შეგვედავდნენ ამ ფორმულირებებში, თუმცა აი დღეს ჯეიმს კარაფანომ დაადასტურა ზუსტად ის მოცემულობა. კი, აქ იყო პროჩინური პოლიტიკის და პროირანული პოლიტიკის კრიტიკა, იყო ანაკლის სპორტის ღირებულებაზე და კავკასიური ტრანზიტის აქტუალობა, ინტერვიუში წამყვანი თემა არის. ასევე მნიშვნელოვანი იყო რეპრესიების შეჩერება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანტი-ამერიკული პროპაგანდის და რიტორიკის შეწყვეტა ქართული ოცნების მხრიდან. ის მოთხოვნები იყო და ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი წამყვანი თემა იყო ის, რომ ბოიკოტი არ არის გამოსავალი. არჩევნების ბოიკოტი იგულისხმება ამ შემთხვევაში არჩევნების ბოიკოტი საერთო კონტექსტი იყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხარისხის ამაღლება. ინსტიტუციები იყო, ეს უკვე განცხადება იყო განცხადებაში. მათ შორის იმ შეხვედრას, რომელიც არ იყო საჯარო შეხვედრა, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოება მიცოდეს სრული სიმართლე, იცოდეს ჩვენი პარტნიორები რას ფიქრობენ, იცოდნენ რა არის მათი სტრატეგიული ხედვა, რომ საქართველოს ამ კრიზისიდან გამოვიდეს, ჩვენ ამაზე გასაგებია, რომ ნაწილობრივ შეიძლება შეფარულოდ, იმიტომ რომ რაღაც თავის სტანდარტები არსებობს დახურვის შეხვედრებთან მიმართებაში, მაგრამ ვსაუბრობთ და მე უფრო მეტად იძულებული ვართ ვისაუბროთ, როცა სხვები ცდილობენ არასწორი ინტერპრეტაციით მიაწოდოს საზოგადოებას ეს ყველაფერი. აღმოჩნდა ჯერ განცხადება გამოაქვეყნა რუბიომ და ამაზუსტებელი, შემდეგ ხედავთ რომ სახელმწიფო დეპარტამენტს, შემდეგ ხედავთ რომ რეალურად ტრამპის ადმინისტრაცია ამას პასუხობს. სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო ინსტიტუტი არჩევნები, ამ არჩევნებში ბრძოლის პროცესი არის გადამწყვეტი, რომელიც ერთის მხრივ აძლიერებს ოპოზიციას და მეორეს მხრივ პირიქით ძალაუფლებას ართმევს ისეთ რეჟიმებს, როგორც არის ივანიშვილი. ჩვენ შეცდომა დაუშვით. ჩვენ ვიტყვით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პერსონალურად ლელოს ეს შეცდომა არ გვეკუთვნის, მაგრამ შედეგობრივად ხომ ყველამ ვიზარალეთ ეს ამ პროცესში, საარჩევნო ბოიკოტის პროცესში. მიხარია რომ ახლა რიგი პოლიტიკური აქტორები, სალომე ზურაბიშვილიდან დაწყებული სხვა პოლიტიკური პარტიები დამთავრებული, სწორად იაზრებენ და საუბრობენ ახლა მაგალითად არჩევნებზე, მოვემზადოთ არჩევნებისთვის, მაგრამ უკვე იმოდენა ზიანი მიაყენა მათმა ნაწარმოებმა ბოიკოტმა პროცესს, რომ ხვალ რომ დავიწყებთ და დღეს მე მაგალითად ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა და მზადება არჩევნებში, რო დავიწყებთ მზადებას, უკვე იქ რეგიონალური სტრუქტურები უკვე დასუსტებულია. დასუსტებულიც არის და არჩევნებისათვის ასე თქვა არჩევნებისადმი ნდობის აღდგენა ძალიან სერიოზული მუშაობა დაჭირდება და ვერ ვიტყვით რომ საქართველოს მოქმედი რეჟიმი რაიმეთი ამას ხელს შეუწყობს. მათ შორის პირობითად თქვა ბოიკოტისტების არგუმენტებს ამყარებს თუნდაც ევროპის საბჭოს დღევანდელი ანგარიშის შინაარსში კიდევ ერთხელ გამეორება იმისა რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად წინაპირობები არ არსებობს. ეს არის ობიექტური ასახვა სიტუაციის. მიდგომა თქვენი უკავშირდებოდა იმას რომ იქნებ თქვენი კი არა და ოპოზიციის ალბათ უნდა უკავშირდებოდეს იმას რომ არჩევნების პერსპექტივასთან მიმართებაში ერთობლივად რაც შეიძლება მაქსიმალური წნეხი განხორციელდეს ხელისუფლებაზე, მათ შორის საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებითაც, რომ გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო და თქვენ განიხილავთ არჩევნებს როგორც ერთადერთ აუცილებელ წინაპირობას ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მიღწევის. ეს არის ლელოს მიდგომა და პოზიცია, ხო? ნუ ამ ნაწილში შეგვიძლია თქვა, რომ კახარიას პოლიტიკური პარტიაც ამას იზიარებდა. დანარჩენები და არჩევნების გზას არ უარყოფენ, უბრალოდ ისინი ამბობენ, რომ ამ პირობებში როგორც კი შეიძლება ჩატარდეს, გათვალისწინებით იმისა, რაც წინას ხდებოდა, ამას არჩევნები არ შეიძლება დაერქვას. უარყოფა არის სანამ ივანიშვილია ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ივანიშვილის გაკეთილშობილების კი ბატონო სიტუაცია კიდევ უფრო მეტად მძიმდება, მინდა უკვე მიმდინარე პროცესაც შევეხო, თუმცა კვლავ არჩევნების პერსპექტივაზე ვილაპარაკებთ. მძიმდება ამ კუთხით სიტუაცია. მე პირადად ჩვენი გამოცდილებიდან, რასაც ვაკვირდებით, როდესაც სასამართლო პროცესები ხელოვნურად ასე აჩქარდება და აქსელერაცია ხდება ხოლმე, მაშინ როცა არის ცალკეული სასამართლო პროცესები, რომელიც 5-7-8 წელი მიმდინარეობს და შეფერხებით, მე მაქვს პირადად მოლოდინი იმისა, რომ პოლიტიკური რეპრესიის ახალი ტალღა კიდევ მზადდება, მათ შორის ლიდერების ციხეებში კვლავ შესაბრუნებლად.
გუშინ იყო მორიგის სასამართლო პროცესი, სადაც ბადრი ჯაფარიძეც იყო და მამუკა ხაზარაძეც არის აი ამ ჩამონათვალში თქვენი პარტიის ლიდერები. რა მოლოდინი გაქვთ ამ სასამართლო პროცესის უახლოეს პერსპექტივასთან მიმართებაში და ამ პირობებში ლელოს პოზიციების და სტრატეგიის კორექტირება მოხდება თუ არა? პირველი ნაწილით დავიწყებ ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე არც ერთი არჩევნები არც შევარდნაძის ცვლილების, არც საბჭოთა პერიოდის არჩევნები, როცა ზვიად გამსახურდია მოიგო საბჭოთა არჩევნების პირობებში, არც შევარდნაძის ცვლილების, არც ნაციონალურ მოძრაობის ცვლილების არჩევნები, არც ერთი არ ყოფილა თავისუფალი. არც ერთი არ ყოფილა დემოკრატიულ სტანდარტთან მიახლოვებული. ეს ხო ყველა ნათლად ვიცით. ამ ქვეყანაში სამწუხაროდ არჩევნები ყოველთვის ყალბდებოდა. რა იგებდა? იგებდა ყოველთვის დამთრგუნველი უმრავლესობა, ანუ საზოგადოება, რომელიც თანხმდებოდა იმაზე, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქ უკვე ჩვენი ნაკლით შემოდის, ოპოზიციური პარტიების, აჩენდნენ რწმენას, რომ შეუძლიათ თანამშრომლობა, შეუძლიათ მუშაობა ერთად, არ ესურიან ერთმანეთს უსამართლოდ ტალახს და თავის მხრივ ამ დამთრგუნველ უმრავლესობას, ამ დიდ უმრავლესობას, რომელსაც შეუძლია დიდი უპირატესობით აჯობოს ხელისუფლებას, მიყავთ საარჩევნო უბნებზე და ამას ასახავენ. როცა დიდი სხვაობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, გაყალბება აღარ ყოფნის ამ სხვაობის ამოვსებას, როცა თან პარალელურად იცავ საარჩევნო უბნებზე ხმებს. ანუ ეს არის ჩვენი მასშტაბის გაყალბება ხდება, ხო? საქართველოს უახლოეს ისტორიას ახსოვს. მაშინ აქვს შესაბამისი პასუხი ამ პრეცედენტები, როდესაც ეს განსხვავება იძლევა საზოგადოებრივ რეაქციაში. ნამდვილად და პოლიტიკურ შედეგში გადადის. ზუსტად. მაგრამ აქ თქვენ ჩამონათვალში ფიგურირებს ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და ფაქტორი. ეს არის ან ერთი დიდი ერთიანობა, როგორც მინიმუმ დიდი კოორდინაცია, რომელიც აჩენს ოპოზიციურ ველზე ძალის, ასე ვთქვათ, სიგნალს მოსახლეობისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რატო საუბრობთ ამაზე? ყველა ამ ცვლილების დროს წარსულში არასდროს არსებობდა წარსული ხელისუფლება ოპოზიციაში, რომელსაც ჰქონდა მძიმე შავი ლაქები, დანაშაულები, ლაქები, შეცდომები და ასე შემდეგ, მათ შორის კარგი საქმეებიც ანგარიშზე. არასდროს ყოველთვის რაღაც ახალი შემადგენლობა იყო. თუმცა პერსონალური შემადგენლობებით მეორდებოდა ყოველთვის. იყვნენ ხოლმე ოპოზიციაში. სააკაშვილის ურამჟვანია, მოქალაქეთა კავშირის წამყვანი სახეები იყვნენ, მაგრამ ერთეული შემთხვევები მაინც რაღაც სისტემურად ახალი იყო. პარტიულად არის. პარტიულად არსებობდა, როგორც ძველი პარტია, ან ხელისუფლებაში მყოფი პარტია, ცდილობდა ხელისუფლების თავიდან ხელში აღებას. არ არსებობდა ესეთი. ახლა ვითარება განსხვავებულია. ჩვენი ფორმულა, გამარჯვების ფორმულა და მე მგონია რომ ობიექტური ფორმულა არის იმაში, რომ უბრალოდ ეს თავდასხმები, უადგილო თავდასხმები, რასაც ხშირად ოპოზიციურ პარტიებს შორის ხედავთ და პარტიების მხრიდან ხედავთ. ლელო, მგონი ერთადერთი პარტია, რომელიც ამ ტალახის როლში არ მონაწილეობს და ეს ძალიან გვიხარია ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული ქართული ხალხის პრობლემებზე, ვცდილობთ რეგიონებში აქტიურად ვიაროთ და დაგვიწყია, ვაგრძელებთ განუწყვეტლივ თბილისის სხვა უბნებში, ვისაუბროთ სოციალურ საკითხებზე, პენსიაზე, სიღარიბეზე, უკანონობაზე, უსამართლობა, კორუფცია, პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველაფერზე იმაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს და რასაც ამდენი წლის განმავლობაში ყველა სოციოლოგიური კვლევა გვკარნახობს, რომ ეს პოლიტიკური დაპირისპირება და კინკლაობა, ვინ ვის ციხიდან რა წერილი გამოგზავნეს, აქედან პატიმარს ვინ გაუგზავნა საპროტესტო წერილი და შენ, ეს არავის არ აინტერესებს. აინტერესებს საკუთარი რეალობა, სიღარიბე და ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა, რაზეც ვცდილობთ რომ ორიენტირებული ვიყოთ და ლელო ამას აკეთებს. ეს არის ჩვენი გამოსავალი. ამ ტალახის როლში არ მონაწილეობდნენ. ძალიან რთულია ამ ყველაფრის კეთება იმ მოლოდინით ან დამდგარი ფაქტით, რომ თქვენი ლიდერები ან ციხეში იყვნენ, ან კვლავ დაემუქრო ციხეში აღმოჩენა. ხო, ანუ ბიზნე ივანიშვილი ხო მაქსიმალურად ცდილობს, რომ პოლიტიკური პროცესის დინამიკაც თვითონ შექმნას და დღის ესრეგიც. აი, ამ მომენტში ხოლმე ძალიან რთულია. მე მაგალითად რო გითხრათ სიმართლე, იმდენად მომბეზრდა ერთი ადგილის ტკეპნა არსებული სიტუაციის ან თემებზე, დაიჭერენ, არ დაიჭერენ, გამოუშვებენ ეს სასამართლო აქ მომბეზრებას ხო არ არის. ეს კონკრეტული ადამიანებისა და მათი ოჯახის ბედზია ლაპარაკი და როგორ შეიძლება ეს ზოგადად მოგვბეზდეს. მე ვამბობ, წმინდა სატელევიზიო ჟურნალისტური
ფინანსური ინტერესის კუთხით და გაცილებით საინტერესო იქნებოდა თემატურად სხვადასხვა ადამიანების ყოველდღიურ პრობლემებზე, ეკონომიკაზე, სოციალურ პრობლემებზე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, აგერ ბავშვების სასკოლო ფორმებზე და უამრავ რაღაცაზე ლაპარაკი, მაგრამ როცა ხალხს ციხეში ყრიან და უდანაშაულო ადამიანების მიმართ ასეთი რეპრესიები ტარდება, ან თუნდაც როცა პარტიების ლიდერებს კვლავ ციხეში ამწესებენ, თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ პარალელური დღესასრიგის მიყოლა და დაუშვათ სასურსათო ფასებზე თუ რაიმე სხვა ტიპის კომუნალური გადასახადების მდგომარეობაზე საუბარი ამ მრჩეველთან არ არის ეს? გამოსავალი როგორ უნდა იპოვოთ? ობიექტური შეკითხვაა, რომელიც საზოგადოების განწყობებიდან მოდის, იმიტომ რომ მაშინ როცა ჩვენ ლაპარაკობდით სოციალურ პრობლემებზე, საზოგადოება რა დროს ამაზე საუბარი რუსული რეჟიმი, ამის მიღმა უამრავი სხვა საკითხია. მინდა საზოგადოებას გავახსენო, დღეს გავიდა ზუსტად 1 წლის წინ მამუკა ხაზარი და ბადრი ჯაფარიძე აღმოჩნდნენ უკანონო პატიმრობაში. ზუსტად 1 წლის წინ დააკავეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. რა მოხდა შემდეგ? ჩვენ მანამდე გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. წავედით დაპატიმრებული ლიდერებით არჩევნებში. ვაწარმოეთ კამპანია, სადაც მამუკა ხაზარაძის სურვილი იყო თავად ეს, რომ მამუკა ხაზარაძეზე კი არ გველაპარაკა, ხალხზე გველაპარაკა, ხალხის პრობლემებზე გველაპარაკა და მე ეს დისკომფორტი არ მქონია, იმიტომ რომ ჩემი ლიდერიც ამას ფიქრობს, ამას ამბობს და მე ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ სწორია. აქ უბრალოდ მეორე პრობლემა იყო საზოგადოების მცირე ნაწილს, აქტივისტების ნაწილს და სხვა პოლიტიკურ აქტორებს არ ესმოდათ როგორ შეიძლება მარტო რუსულ რეჟიმზე საუბარი. ის ვისაც რუსული რეჟიმი აწუხებს, მათ არაფერში დარწმუნება აღარ ჭირდება. დარწმუნება ჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სიღარიბეს ვერ ხედავენ, იმიტომ რომ საკუთარ რაღაცა ბაბლებში და რაღაც შემინულ ოთახებში მიკროსოციუმებში ცხოვრობენ, კომფორტულად არიან, მათ გამოფხიზლებაზე მუშაობთ. ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ ყველაზე კრიტიკულად საჭირო უმრავლესობა წამოვიყვანოთ ოპოზიციის მხარეს და პირველ რიგში ამით დაინტერესებული უნდა იყვნენ ოპოზიციური პარტიები. ტალახს კი არ უნდა ისროდნენ. პირიქით დაინტერესებულები უნდა იყვნენ, რომ ჩვენ შეგვიძლია ქართულ ოცნებას ჩამოვაშოროთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ვეღარასდროს ვეღარ მიაახლოვებს გაყალბების პირობებშიც კი უმრავლესობასთან. ამიტომ ჩვენ ამ პროცესს აუცილებლად გავაგრძელებთ. არ იქნება მარტივი, გამოვლენ ტალახს გვესვრიან, მაგრამ ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებთ ამ საკითხს, რომელიც უნდა დაისვას აუცილებლად, რადგან პარტიის გენერალური მდივანი ხართ. ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ აქტიურია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ძირითადად მისი კრიტიკის ობიექტი არის საკუთარი პოლიტიკური პარტია, ცალკეული ლიდერების წარმატება თუ წარუმატებლობა, მაგრამ ამის პარალელურად მან სხვა პოლიტიკური პარტიების ძირითადად მის ყოფილი თანამებრძოლების მიმართაც არ დაიშურა ძალიან ისეთ ბასრი და მკვეთრი კრიტიკა, ოღონდ ამაში მოყვა ლელოს ჩვენს განმავლობაში, ხო, ბრალდების ძირითადი შინაარსი უკავშირდება იმას, რომ როგორც თავად ამბობს, მისი პერსონალური პატივისცემის მიუხედავად, ლელო არის მამუკას და ბადრის მიერ შექმნილი ბიზნეს პროექტი და ასეთ ტიპის რეჟიმებთან დაპირისპირებაში შეუძლებელია მათ ყველაფერი გაიღონ რეჟიმის შესაცვლელად. გაქვთ თუ არა რაიმე პასუხი ამაზე, თვლით თუ არა საჭირო და მოდი ასე ვიკითხოთ. რისთვის შეიძლება ჭირდებოდეს მიხეილ სააკაშვილს დღეს ამ მიმართულებით კრიტიკა, მათ შორის ლელოს? სამწუხაროდ ის, რასაც მე ვეცნობი ხოლმე საინფორმაციო ველზე, სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მხრიდან გაკეთებული განცხადებები საპატიმროდან სასამართლოდან თუ აშენებს, ძირითადად მოიცავს ტალახის სროლას და მას არ არის აქვს ნათქვამი, რომ სხვისთვის ტალახის სროლით პოლიტიკური დივიდენდებს ვერავინ ვერ დააგროვებს და ამაში ვეთანხმები და აჯობებს, რომ საკუთარ თავს წარსულში მოусმინოს და ტალახის სროლას თავი დაანებოს. ეს ერთი. მეორე, სრულიად სამწუხარო და გულდასაწყვეტია ის, რომ ადამიანი, რომელიც თავის დროზე შეეძლო ესაუბრა დიდ პროექტებზე და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას, დღეს დაკავებულია მხოლოდ სხვა პოლიტიკური პარტიების ლანძღვით ან ტალახის სროლით. ჩვენც ეს ყველაფერი არის სრულიად გაუგებარი. რაც შეეხება მამუკას და ბადრის, არის თუ არა ეს ბრალდება საერთოდ რაიმესთან ახლოს. მამუკა ხაზარი და ბადრი ჯაფარიძე 2019 წლიდან საკუთარი სრული უსაფრთხოება ყველაფერი გვერდით გადადეს. მათ შორის რესურსული, მათ შორის ოჯახის უსაფრთხოება და თავით გადაეშვნენ იმ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც ქვია ივანიშვილის რეჟიმი. და როდესაც გამოჩნდა ეს ყველაზე
ცალსახად მათთვის გვიან შეიძლება გვიან მათთვის მე ბევრად უფრო ადრე ვიყავი ესე იგი გაბრაზებული მაგრამ რა იგულისხმება ამაში იგულისხმება როცა ანაკლის პროექტი ეროვნული ღირებულების პროექტი მოკლა ივანიშვილმა ფრაზით რომ რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში რუსეთის დაკვეთით გააკეთა ეს ყველაფერი მას ამ ყველაფერს დაემთხვა 20 ივნისი გავრილოვის ჩამოყვანა ეს იყო რა თქმა გადამწყვეტი მე გამახსენეთ ისეთი ამ შემთხვევაში თავად მამუკას და ბადრის პოლიტიკაში მოსვლის мотиваციაზე ეჭვი იმდენად ნაკლებად არის და ისაც მათ განცხადება თვითონ ლითონის ლიდერების და ლელოს დაფუძნების ესე ვთქვათ мотиваციაში ახსნილი იყო მაგრამ სააკაშვილი აქცენტს აკეთებს უფრო მომავალზე პერსპექტივაზე სანამდე არის წამსვლელი ლელოს სანამდე არიან წამსვლელები დაპირისპირების რა ხარისხზე მისი ლიდერები რადგან ამ ადამიანებს უკავშირდება პოზიტიურად ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ბიზნეს პროექტის ჩამოყალიბება მათი ფუნქციონირება ისინი ბევრი რამით არიან მიბმულები ქვეყანაში საქართველოში მოქმედ მათ შორის კომერციულ ბიზნეს ინფრასტრუქტურასთან და შესაძლოა ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც ასე ვთქვათ უბრალოდ არგუმენტიც რის გამოც სააკაშვილი შეიძლება თვლიდეს რომ მისგან განსხვავებით რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ცხოველია ეს არ არის შეურაცხყოფელი სიტყვა ტერმინი არის ასეთი რომ აი მამუკა და ბადრი ბოლომდე პოლიტიკური ცხოველები ვერ იქნებიან მამუკა და ბადრი შეიძლება ვერ იყვნენ პოლიტიკური ცხოველები მაგრამ არიან ძალიან პატრიოტი მოქალაქეები რომლებმაც 6 წლის განმავლობაში აჩვენეს ის რომ ისინი მზად არიან ციხეშიც წავიდნენ საკუთარი ქვეყნისთვის ისინი მზად არიან რომ სასწორზე დადონ ყველაფერი საერთოდ და ესეც გააკეთეს პირადი თავისუფლება ოჯახის თავისუფლება ყველა კეთილდღეობა მათ შორის ფინანსური კეთილდღეობა რაც მათ გააჩნდათ და აქ ვნახეთ რომ კი ციხეშიც აღმოჩნდნენ კი ახალი ბრალი აქვთ წაყენებული და შეიძლება ივანიშვილმა ისევ ციხეში მათი გამოკეტვა გადაწყვიტოს და ამ შემდეგ 6 წელი რა ვიღოთ წარსულზე არ ამ 6 წლის განმავლობაში ლელო არის ყველაზე სტაბილური პოლიტიკური პარტია, რომელიც ვითარდება, ძლიერდება, ყოველი მომდევნო არჩევნები ჩვენთვის არის ზრდის მაჩვენებელი და ბატონ სააკაშვილს აჯობებს რომ კონდეს დარდად ის რომ ამ თუნდაც ამ 6 წლის განმავლობაში საკუთარი პარტია სამჯერ გაეხლიჩა და კიდე გახლეჩის წინაშე უდგას სამჯერ. ამიტომ მოდით ვიმსჯელოთ შედეგებით, როგორ შეგვიძლია ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ერთმანეთს არ ვესროლოთ ტალახი, იმიტომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს გააძლიერებს. ერთი კითხვა მაინც მინდა დაგისვათ ჯერ ერთი უბრალოდ ჩენიშნის სახით ვიტყვი, როდესაც პოლიტიკურ ლიდერების ციხეში აღმოჩენის პერსპექტივაზე ვფიქრობდით, ბადრი მე მგონი ყველაზე ასაკოვანი იყო პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომლებიც აღმოჩნდა ციხეში და პატარა არ არის, ღმერთმა კარგად ამყოფოს და კარგად გამოიყურება შეიძლება, მაგრამ 67 წლის არის თუ არ ვსწრები, ხო ბადრი ჯაფარიც. ასე რომ ისე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ აი ციხეში წასვლის და ასე შემდეგ რაღაცებს, როგორც თითქოს ჩვეულებრივი ამბავი და აქ საუბარი არის ძალიან სერიოზულ თანმდევ პრობლემებზე, რაც მაგალითად ახლა ელენე ხოშტარიას შემთხვევაში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, მოკლედ მიპასუხოთ. ნანო თუ მიგაჩნიათ რომ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო ტაქტიკური უბრალოდ რომ ოპოზიციის ალიანსში არ გაერთიანდით? მოკლედ რეპლიკის სახით სრული სოლიდარობა ელენე ხოშტარიას, ის არის უკანონო პატიმარი, ის იმსახურებს უაპელაციო თავისუფლებას, თუმცა ამ ვითარებაში რაც პირველი და გარდაუვალი აუცილებლობა ანტიქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს რომ ელენეს სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი და მისი პარტია და არავინ სხვა. რაც შეეხება ალიანსს, არა თუ ვნანობთ, არამედ პირიქით კიდევ ერთხელ დავწმუნდით რომ ჩვენი პოზიცია იყო სწორი. ამ გაუგებრობაში რაც მოაწყვეს მათ ერთი ნაწილი იძახის მეორეზე რომ ის გაგდებულია ალიანსიდან, მეორე ამბობს რომ არ ვართ გაგდებული, აქა ვართ, სრულიად განსხვავებული პარალელური რაღაც მოძრაობები და ერთობები იქმნება. წარმოუდგენელი მდგომარეობა, რასაც ვამბობთ რომ ეს ჩვენთვის არ იყო ორგანული და აღმოჩნდა რომ მათთვისაც კი არ ყოფილა მოკლედ თვითონ სწორად მოიქეცით და აქვე მოდი დავაყოლებ. თქვენ უკვე ახსენეთ რომ ალიანსის ცალკეული წევრი პარტიები მათ შორის თავის ცალკე პოლიტიკას ეწევიან, გასაგებია პოლიტიკური პარტია, მაგრამ მათ შორის გარედან ვატყობთ რომ ცოტა უფრო შორსაც აპირებენ წარსვლას, როგორც ჩანს. ანუ ალიანსში წევრობა უფრო ფორმალური ხასიათისაა, მაგრამ მაგალითად აი თავისუფლების მოედანს გუშინ ჰქონდა შეხვედრა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რომელიც ალიანსის მიღმა არიან, მაგალითად სოციალური დემოკრატია, ასევე ახალგაზრდული პლატფორმა არის პოლიტიკური და კიდევ ერთი მოძრაობა იყო ასეთი, ხო? ანუ იკვეთება რაღაცა ტიპის მოძრაობები, რომელიც მომავალ პოლიტიკურ ალიანსებს შეიძლება გადაიზარდოს. ლელოს ალიანსური პოლიტიკის დიდი გამოცდილება დაუგროვდა, რაც პოლიტიკაში ხართ.
თქვენ ფიქრობთ, უყურებთ რაღაცა პოლიტიკურ სუბიექტებს, ისეთთან, რომელთანაც შეიძლება შემდგომი პოლიტიკური თანამშრომლობა თქვენთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მაგალითად, კვირის ბოლოს ერთი ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია ფუძნდება, რომლის ცალკეულ წარმომადგენლებთან კონსულტაციების, საექსპერტო კონსულტაციების დონეზე მე მახსოვს, რომ არჩევნების წინ თქვენს ოფისში ბადრის და მამუკას აქტიური შეხვედრები ჰქონდათ. ყველა ის პოლიტიკური აქტორი, რომელიც იქნება ბუნებრივად თავსებადი და მისაღები ლელოსთან, ლელო მათთან არათუ იქნება ხაზზე, არამედ უკვე არის ხაზზე, ჩვენ თანამშრომლობთ, ჩვენ ვსაუბრობთ, რა ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი, უახლოეს მომავალში გვეცოდინება, ჩვენი მთავარი ხაზი არის, რომ ერთი, ვემზადოთ არჩევნებისთვის, ვეძებოთ პარტნიორები და გავაძლიეროთ პროტესტი. ეს სამი ხაზი არის გამარჯვების გზა. სამივე ნაკადი მდინარე უნდა მიედინებოდეს ერთდროულად და ბოლო ფინალი იქნება, რომ ივანიშვილი იძულებით ჩაიხრჩვება თავისი ანტიქართული, ანტიეროვნული საქმიანობით და ხელისუფლების იმ წნეხში, რომელსაც ეს სამი გზა ამისთვის ქართული ოპოზიცია უნდა იყოს ფორმაში. იმ კაცმაც მაგაზე მიგვანიშნა, რომ მადლობა.